საღამომშვიდობისა. ეთერშია გადაცემა ჩვენ. მე თამარ ჩიქოვანი ვარ. დღეს ჩვენ საზოგადოებაზე ვისაუბრებთ. მაშ ასე ჩვენ და საზოგადოება. ჩვენი სტუმარია ნანა ჩაჩუა. ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხართ. დღეს ალბათ ყველა ძალიან გვჭირდება ერთი ფსიქოლოგი, რომელიც აგვიხსნის რა ხდება ჩვენს თავს. სულ მესმის რომ დღეს საზოგადოება არის დეპრესიული, რომ საზოგადოება ნიჰილისტურად არის განწყობილი. პლუს ძალიან თვალშისაცემი გახდა აგრესია. ეს არ არის მხოლოდ თქვა რაღაცა მაღალ დონეზე, ჩვეულ ქუჩაშიც კი, ოჯახებშიც კი აგრესიის ძალიან დიდი გამოვლინება. დეპრესია და აგრესია ერთად. ეს რამდენად შეთავსებადია, რამდენად გამომდინარეობს ერთი მეორისგან და რამდენად, ასე ვთქვათ, საფუძვლიანი რომ ეს აქ ხდება, ანუ ეს ასე უნდა მომხდარიყო თუ რაღაცა დროებით მოვლენასთან აგვაქვს საქმე. ანუ რადგან მოხდა და რადგან არის, ესე იგი უნდა მომხდარიყო. თუ გავიხსენებთ ეგელს, ასეა, რაც ნამდვილია გონიერია და რაც გონიერია ნამდვილი, ანუ რაც ხდება, ის ყოველთვის კანონზომიერი პროცესია. აი თქვენ რასაც ლაპარაკობთ, აი გულგატეხილობა ვთქვათ, ნიჰილიზმი და აგრესია. ერთმანეთთან კავშირში არის თუ არა, რასაკვირველი ერთმანეთთან კავშირში არის. მაგრამ ამის ძირი და ძირი რაც არის, აი ეს არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რომ იქნებ მოვახერხოთ და გავაცნობიეროთ. იცით რა, როდესაც არ იცი რა ხდება შენს თავს, არ იცი როგორ მოიქცე და მე საკუთარ თავზეც ვიტყვი, ხანდახან ვერ ხვდები თუ სხვანაირად წარმომიდგენია რაღაცა და რეალობა სრულიად სხვა არის. ანუ რეალობის აღქმა დავკარგეთ, ან ვერ ვხედავთ და შესაბამისად ჩვენი საქციელიც ალოგიკურია და ამიტომ ვარდებით, თან აგრესიულები ვარ და თან დეპრესიულები. ხო, აი ერთი რამ მე მამარდაშვილი გამახსენდა ახლა და მის სიტყვებს მოვიშველიებ, რომ თუ ბრძოლა მიმდინარეობს სოციალური მიზნებისათვის, ფილოსოფიისათვის ადგილი არ რჩება, ანუ აზროვნებისათვის. აქ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად სიტყვა ფილოსოფიაში აზროვნება მოვიაზროთ. ეს აზროვნება, იმისთვის ადგილი არ რჩება. მაგრამ ამას კიდევ ერთვის ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი რამ. ანუ სოციალური მიზნებისათვის ბრძოლა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ინფორმაციის თავისებურებანი თანამედროვე ეპოქაში. როცა ინფორმაცია რეალობასთან, ანუ სინამდვილესთან შეუსაბამობაში არ არის შესაბამისი, ანუ ინფორმაცია და რეალობა და პლუს ერთვის კიდევ ამ ინფორმაციის თავისებურებას, რომ ინფორმაციათა სიმრავლე ერთი და იგივე მოვლენის მიმართ ისინიც ურთიერთგაუმრიცხავები არიან. და მაშინ ადამიანს თუ არ აქვს აი კრიტიკული ცნობიერება, რომელიც არც თუ ისე ხშირი მოვლენა გახლავთ, ეს ძალიან დიდი ფუფუნება არის. კრიტიკული ცნობიერება. მაშინ პირდაპირ იხებს ამ ინფორმაციას. ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. დიახ, და არის აი ასეთი ჩვენ ცნებების და ახლა ფსიქოლოგიურ ცნებებით ნუ დავტვირთავთ, არც მინდა რომ დავტვირთოთ ჩვენი საუბარი, მაგრამ არის დაცვის ერთი მექანიზმი, რომ ადამიანი პირდაპირ ღებულობს, რასაც ეტყვია, თქვა ტელევიზიით თქვეს. ამბობს. გაზეთში წავიკითხე, ხო? ეს არის ის დაცვის მექანიზმი, როდესაც ადამიანს თავად არ ძალუძს შინაგანი წინააღმდეგობა, შინაგანი კონფლიქტში აღმოჩნდეს და დაარეგულიროს ეს კონფლიქტი ჭეშმარიტების სასარგებლოდ. დარეგულირება ყოველთვის ჭეშმარიტების სასარგებლოდ ნიშნავს დარეგულირებას, ხო? და მაშინ აი პირდაპირ ეს სიტყვებია, ასე ამ სიტყვებით გამოიხატება ეს მდგომარეობა, აი ლუკმას რომ არ დახეჭავს და ისე ჩაყლაპავს. და ეს ადამიანი, იცით, თავის ძალისხმევაში ვერ იმყოფება, ანუ ნების ძალა არის იქ სუსტი. მაგრამ კიდევ გავიმეორებ, ადამიანთა უმრავლესობა ამ კატეგორიას მიეკუთვნება.
ამიტომაც არის ყოველთვის რომ საზოგადოებაში სადაც ინტელექტუალურ და ელიტარულ ინტელექტუალს უწოდებთ ადამიანს, ანუ ინტელექტუალური ელიტა როცა არის, ის იღებს პასუხისმგებლობას ინფორმაციაზე, სახელდებაზე. საგანთა და მოვლენათა სახელდება ეს უმნიშვნელოვანესი რამ გახლავთ. როდესაც ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და პიროვნული აშლილობების საფუძველი რომ ხდება შემდეგ და მომდინარეობს უამრავი დარღვევები ფსიქიკური. სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოვლენებისა და საგნების სახელდება ამ თავად მოვლენებისა და საგნების არაადეკვატური. იცით, ფროიდის დროს, როცა ფსიქოლოგიური მეცნიერება შეიძლება ითქვას თავისი ფსიქოლოგიური აზროვნების განვითარების ისტორიაში ზენიტში იმყოფებოდა, მაშინ ასეთი ტიპის აშლილობა, რომელსაც ნარცისისტულ აშლილობას უწოდებენ, ნაკლებად იყო. იმდენად ნაკლებად, რომ ყურადღება ამაზე არ იყო გამახვილებული. დღეს ეს ძალიან ხშირია. და რაში გამოიხატება? თუ ადრეულ პერიოდში ფსიქიკურ პრობლემას ქმნიდა გაშინაგნებული ნორმების სიჭარბე, დღეს ფსიქიკურ პრობლემას სიცარიელე ქმნის. და აი ამ სიცარიელეს შინაგანი სიცარიელის გამო ადამიანები უფრო ყოფითი საკენის სწრაფიან. მე არ ვამბობ იმ სოციალურ პრობლემების მოგვარებას, რომელიც აი მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის პირველი ფუნდამენტალური რომა არის, რომელსაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების, ანუ სასიცოცხლო, ანუ ვიტალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ჰქვია. არა, ეს თავისთავად უნდა მოხდეს, იმიტომ რომ თუ ეს არ არის დაკმაყოფილებული ეს მოთხოვნილება, დიახ, აქტუალური ვერ ხდება თვით უსაფრთხოების მოთხოვნილებაც კი. და აი ასეთ შემთხვევაში, როცა ნარცისისტული აშლილობა არის, ამის გარეშედაც, ანუ ფუნდამენტალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების გარეშედაც ადამიანები უფრო მეტად ისწრაფვიან ჩაერთონ იმ პროცესებში, რომელიც საერთოდ მიმდინარეობს და ეს პროცესები ისეთი პროცესებია, რომელიც ადამიანს თავის თავთან აშორებს. ანუ ღმერთთან აშორებს, ანუ მაღალღირებულებებთან აშორებს, ანუ არსობრივთან აშორებს და აი იმ პროცესებში ჩართულები თავიანთ სულიერობის გაღრმავებას და გამდიდრებაზე ვეღარ სრუნავენ, ან აღარ სრუნავენ, ვეღარ სრუნავენ. ეს აღარ და ვეღარ დიდი მნიშვნელობის მატარებელია ამჯერად. ეს ტრაგედია. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი დღევანდელი ადამიანია. მე არ ვლაპარაკობ, რომ ეს არის მხოლოდ ქართული სივრცის კუთვნილება. კაცობრიობა აქეთკენ დაიძრა. და ამ ეს დაძრა რამ გამოიწვია? თუ შეიძლება ამასაც იქნებ მოვახერხოთ და ეს თქვა, თქვენ ბრძანებთ, რომ პრინციპში აი ანუ ფიქრის დრო, ან ფიქრის უფლებას არ ვაძლევთ, ან გვეზარება, ფიქრი გააზრება, გვეზარება და შესაბამისად რაღაცა მექანიკურად რაღაცებს მივდებთ და არ არის სივრცე. არ არის. აი რატომ, ანუ საწავი და ხო იყო ეს სივრცე ოდესღაც და პირიქით ახლა მე ძალიან კარგად მახსოვს რაღაც საკითხებზე იყო ხოლმე გამოხმაურება და რაღაცა დისპუტი და დიალოგი. თითქოს რომ დიალოგია და ამ დროს არ არის სივრცე? ხო, არ არის სივრცე და რომ არ არის, ეხლავე მოგახსენებთ. ჩემთვის და თქვენთვის აყვარელმა ძალიან და საპატივცემულო ადამიანმა ქალბატონ ნაირა გელაშვილზე მოგახსენებთ, რომ დაწერა არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც შოლდერლინის ცხოვრებას და მის აი ბიოგრაფიული რომანია, შეიძლება ასე ითქვას. ძალიან ვიწრო წრემით ის რომ ეს არსებობს. არა და ეს ძალიან დიდი მოვლენაა. ძალიან დიდი მოვლენა აზროვნების ველში.
და არავინ არ ლაპარაკობს ამას. მაგრამ შეიძლება ჩვენ ლაპარაკობთ აი ნარცისისტული აშლილობის დროს რო არის ძალიან უმნიშვნელო ზედაპირულ ყოფითზე და ის ყოფითი არის აი ყოველდღიური და წარმავალი. ის აზროვნებას არ ეხება. ის არც იმ კუჭს ეხება, რომელიც უნდა არსებო, რომ იაზროვნო. არც იმას არ ეხება. და ეს ყველაფერი ამ ყველაფრის საშიშროება უძველესი დროიდან იგრძნობოდა და გრძნობდნენ ამას. და რომ გრძნობდნენ, ეს იყო აი თუნდაც რომ გავიხსენოთ ჩვენ, როცა ისრაელიანები გამოყავდა მოსეს ეგვიპტის მონობიდან, როგორ უნდა გამოსულიყვნენ. ეს გზა, აი უდაბნოს გზა, მიუხედავად იმისა, რომ აი ასეთი წინამძღოლი არსებობდა, რომ მონობიდან უნდა წამოსულიყვნენ, რომ ამის ცნობიერებაც იყო, აი უდაბნოში იქვე დაიწყო მომხვეჭელობისადმი ასე სწრაფვა, სიძვა, რუშობა, ქურდობა და ასე შემდეგ და გაჩნდა. მოვიდა ხსნად. გაჩნდა ხსნა რა იყო ეს, რომ სინაის მთაზე 2 ფილა 10 მცნებით. პირველ ფილაზე 4 მცნება იყო, რომელიც ღმერთთან ურთიერთობას განაპირობებდა და აჩვენებდა როგორ და მეორე 6 ფილა წარწერილი ადამიანთა შორის ურთიერთობა, ადამიანთა შორის ურთიერთობა უფრო რთულია, როგორც ჩანს. და ეს იყო რაღაცნაირად, იცით, კაცობრიობას გარკვეულ პერიოდამდე და მერე მოდის ქრისტე. და ქრისტე მოდის როგორც გლახაკთა და უპოვართა ღმერთი. რატომ? იმიტომ რომ იგრძნობა იმ თავითვე, რომ ყველაზე საშიში აზროვნებისათვის, ანუ ადამიანისათვის, ანუ საზოგადოებისათვის არის უკიდურესად მდიდარი და უკიდურესად ღარიბი. ეს ორთავენი საზოგადოებრივ ერთიანობას, ადამიანს ვითარცა საზოგადოებრივ არსებას, გარკვეულწილად სულ ემუქრება თავისი აგრესიითა და თავისი ძალით. სულ ემუქრება. დიდხანს ეყო ესეც კაცობრიობასო. და ქრისტემ გლახაკი და უპოვარის დააპურა იმითი, რომ მე შენთანა ვარ. და მდიდარსაც უთხრა, რომ სასუფეველში ასე ვერ შეხვალო. და მერე ეს იყო ტექნიკური რევოლუცია. ადამიანის ცნობიერება მიდის იქეთკენ, შემეცნებითი პროცესები, მეცნიერება თავად და ოსვალდ შპენგლერი ევროპის მზის ჩასვენებაში უკვე გამოხატავს ძალიან დიდ შფოთს. და მერე მოდის უკვე კიდევ ძალიან ბევრი რამ ჩვენ ამაზე არ მინდა რომ ამ წუთში გავაგრძელო ყურადღება, გასაგებია რა ინერციით მიდის ეს ყოველივე, მაგრამ აქ ყველაფრის ძირი და ძირი არის ფული. არ არის შემთხვევითი ის, რომ ქრისტე თავისი 12 მოწაფეთაგან ერთ-ერთმა 30 ვერცხლად გაყიდა. და მერე აი რუსთაველი ამბობს, ძალიან საინტერესო არის. რუსთავის ძალიან კარგი იუმორი აქვს და ირონია. შიგადაშიგ ეს ძალიან კარგად იგრძნობა ვეფხისტყაოსანში და როცა ნესტანი მცველებს მოისყიდის მოოქროვილი ქამრით, რუსთაველი პაუზას აკეთებს იქ და ამბობს, დახე თუ ოქრო რას აიქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა. და უფრო მოგვიანებით ითქვა, რომ ოქროთ დატვირთული ვირი მომბლანს გადალახავსო. აი ეს პროცესები, რომლის ძირის ძირი არის ფული, აი და სიტყვა ფულში ბევრი რამაა განთავსებული. ფული ორნაირია. ერთი რომელშიც ჩემი შრომა დევს. ეს იქნება ინტელექტუალური თუ ფიზიკური შრომა დევს იქ, მეორეში თაღლითობა. ეს ორი ფული ერთნაირ საქმეს ვერ გააკეთებს. ამას სხვა გზა აქვს, ამას სხვა გზა. ეს სხვა რამეს აკეთებს ის, იმიტომ რომ თვისობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არსია განსხვავებული. ამიტომაც არის, რომ ეკლესიას წესში არის, რომ
მე პერიფრაზირებას გავაკეთებ, რომ კარგია ლხინი, პური, დროს ტარება, მაგრამ ფული ყველაფერზე პასუხს აგებს. ვერ აგო ფულმა პასუხი. არც აქ. გაასწრო იმ ძალას, რომელიც პასუხისმგებლობა თვისობრივად შეცვალა და ყველაფრის დამყრობი აღმოჩნდა იგი. და აი ასეთ შემთხვევაში, ასეთ პირობებში, ასეთ სიტუაციაში, რომელშიც იმყოფება კაცობრიობა, დღევანდელ საზოგადოებას ფსიქოლოგებმა პატისონს მოგახსენებთ მის შესახებ უწოდა ტექნოლოგიური საზოგადოება, ვულგარიზებული საზოგადოება. მე ეს არაერთხელ მithქვამს და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ვულგარიზებული საზოგადოებისათვის სწორედ ისაა დამახასიათებელი, რომ იყოს სკანდალი. ამიტომ აიცით საინფორმაციო ნიუსები, ასე ვთქვათ, სკანდალი. სკანდალური, ანუ ხმაურიანი, რომ ხმაურობდეს. ასევე არის, იცით, აი ჩვენ გემოვნება ძალიან ისეთი ფაქიზი თემაა, როცა ვლაპარაკობთ, მაგრამ შეიძლება ითქვას და ვთქვათ, რომ გემოვნება ეს არის ზომიერების გრძნობა, ოქროს კვეთის პრინციპით, რომა მოცემული, ზომიერების გრძნობა. და აი ის უკიდურესად ზომიერების ზღვრებს გადასული იქეთ წასული ვულგარიზებულობა. და ვულგარიზებული საზოგადოება უწოდეს და არატრანსცენდენტალური, არაარსობრივი არის. ყველაფერი ის, რაც აი ამ ტექნოლოგიურ საზოგადოებას და ვულგარიზებულ საზოგადოებას ახასიათებს და რაც შეიძლება ადამიანთა მეტი და მეტი სიმრავლე უნდა მოიცვას ყოველივე ამან. და მაშინ სად არის აზროვნების სივრცე? როდესაც აზროვნება დაიმსხვრევა შენში, როდესაც აზროვნება უკვე დანაწევრებულია შენში, მაშინ გარეთ ვერაფერს ვერ შექმნი. შენი აზროვნების პროდუქტია ყველაფერი ის, რასაც ქმნი, რისი მატერიალიზებაც ხდება, ანუ ობიექტურად, რაც შენ ხელთ შეგრჩება და რასაც შეიძლება დაუტოვო. კაცობრიობას დაუტოვო, საზოგადოებას დაუტოვო, ოჯახს, დაუტოვო ახლობლებს. და ეს დატოვება რას ნიშნავს? შენი თავის დატოვებას აქ და დროში და სივრცეში იმაზე მეტად ყოფნაზე ვიდრე ხარ. კიდევ ერთი საკითხი, არ ვიცი, რამდენად დაუკავშირდება ეს ყველაფერი ერთმანეთს. უკვე რეკლამის შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვთქვათ, რეკლამაზე ვართ დამოკიდებული, მოდით რეკლამაზე გავალ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენ, მე თამარ ჩიქოვანი ვარ, ქალბატონი ნანა ჩაჩუა ჩემი სტუმარი. ქალბატონო, ანუ კიდევ ერთი მოდით დავასრულოთ ჯერ, რასაც გავწყვიტეთ. დიახ, აი რისი თქვა მინდა. არ ვიცი ახლა რამდენად შევძლებ, რომ ეს აზრი ჩამოვაყალიბო გამართულად. აი ამ დღეებში სულ ფიქრობ აი მარგინალობის შესახებ. და ამ ყველა პროცესებმა, რაც მიმდინარეობს, და რა მიმდინარეობს კიდევ ერთხელ რეზიუმე რო გავაკეთო, ფულმა კაცობრიობას გამოცდა მოუწყო და კაცობრიობამ ეს გამოცდა ვერ ჩააბარა. და აი მას მოგახსენებდით წეღან პატისონის შესახებ, რომ როცა ის ვულგარიზებულ საზოგადოებას და ტექნოლოგიურ საზოგადოებას ელაპარაკობს, აღნიშნავს, რომ ასეთ პირობებში შრომა და პოლიტიკა თამაში ხდება. შედეგი ეს არის. და ახლა დავბრუნდები ისევ აი ამ დღეებში ჩემს ვერ გაცნობიერებულ რაღაცა ამ თემას და შემოგკადრებთ. დიდი მოგძალებთ რაღაც უხერხულობასაც გრძნობ, მაგრამ აი რას ვხედავ, რა იხედება? აი მარგინალის და მარგინალობის ცნებაში გულისხმება ის, რომ
საზოგადოებრივი ცნობიერების და ეს ცნობიერება არის ცნობიერების უმაღლესი ინსტანციისა. როცა ჩვენ საზოგადოებაზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ცნობიერების დაბალი ინსტანციაც არსებობს და ცნობიერების მაღალი ინსტანციაც და ცნობიერების მაღალი ინსტანცია ნიშნავს, რომ ადამიანი დისტანცირებულია თავისი განცდებისაგან იმ თვალსაზრისით, რომ განცდების კონსტანტაცია ხდება. და ამ დროს მე ჭყალებში ესე ეგოს რასაც უწოდებთ, განიცდება როგორც განცდათა შემკრების ცენტრი. და ეს შენ ხარ მასში. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ცნობიერების მაღალი ინსტანცია. ცნობიერების მაღალი ინსტანცია მაშინაა, როდესაც შენ ამ განცდასთან დამოკიდებულება გაგაჩნია. და ეს დამოკიდებულება არასოდეს არ არის არამაღალღირებული. იმიტომ რომ თუ ეს ამ პროცესში იმყოფებით, თავისთავად ცხადია, რომ უკვე ღირებულებათა მაღალ ინსტანციაში იმყოფები. აი ასეთი ცნობიერთა და ცნობიერების პროცესებში მყოფი ადამიანთა სიმრავლეს ჰქვია საზოგადოება. და ამ ცნობიერების მიღმა არსებული ყოველთვის მოიაზრებოდა როგორც მარგინალი. და ოღონდაც აი ამ ცნობიერების მქონე, ანუ ცნობიერების მაღალი ინსტანციაში მყოფი ადამიანთა სიმრავლე ჰქმნიდა ისეთ ხელოვნებას, ანუ კულტურას ისეთ, სადაც ყოველთვის ცდილობა იყო იმისა, რომ ის მარგინალი აქ შემოსულიყო. არ გაიყულიყო. არაფერი, აი ეს როგორც მიზიდულობის ძალა ქონდა უდიდესი. და ამიტომ იყო, რომ ყოველთვის ცდილობდა, რომ ხელოვნება აკეთილშობილებს ადამიანს. ლიტერატურას ზრდის პიროვნებას, აყალიბებს. იმიტომ რომ აი ასე მიხეილ ჯავახიშვილი რას აკეთებდა, აბა, როცა ჯაყოს ხიზნებს წერდა. ეს იმისათვის კი არა, რომ შენ წადი ან თეიმურას ხევისთავო ან ჯაყო, არამედ აი აქ და ყველაფერი იყო აქეთკენ. ეხლა აი ის რომლებიც ისინი ცნობიერების მაღალი ინსტანციაში არ ამყოფნი, ქმნიან ერთიანობას და ეს ერთიანობა უკვე წარმართავს, იცით, აი ცხოვრებას. და ეგრეთ წოდებული საზოგადოება არის და ისინი აი აქ მყოფთ, რომლებიც აქ უნდა იყვნენ. ხელს კრავს. აგდებენ იქედან. აგდებენ და ღირებულს, ფასეულს მარგინალურს უწოდებენ. აი ეს პროცესი მე თავად არ ვიცი რამდენად გამოხატავს არსებულ ვითარებას. მე ასე ვხედავ, ასე განვიცდი. ეს არ არის, იცით, აი ცნობიერება ალბათ არ გეყოფა ასეთი რამე, რომ დაინახო თუ ერთად არის, იცით, აი განცდა და ჯერ განცდაში შემოდის ეს და ეს განცდა მერე აი გარქმევიებს სახელს და ეძებ რა არის ეს. რა არის? ეს სპეციალურად არ ხდება, ეს პროცესები კარნახობენ, დაინახო. და რა არის აზროვნება? რა არის იცით ცნობიერება თავად? საინტერესო არის რომ ჩვენ ტექსტს რო ვკითხულობთ. როგორ ვკითხულობთ ჩვენ ტექსტს? რა წერია იქ არა? ცხოვრების ტექსტი სხვანაირად იკითხება. აი მოვლენა. აი კიდე მოვლენა. ანუ დროში და სივრცეში როგორ არიან ესენი ურთიერთგანლაგებული და ეს ურთიერთგანლაგება როგორიც არის, იქ იკითხება, იცით, ტექსტი. აი ეს იქ იკითხება. აბა მოდი და წავიკითხოთ. აი ეს ტექსტი. აი რომელიც აი ასე დაწერილი წიგნად, ფურცელზე, გაზეთში, ტელევიზიით მოსმენილი კი არა. არამედ ამოვლენის შემდეგ ეს, ამოვლენის შემდეგ კიდევ ეს და
დროში და სივრცეში მათი ერთობლივ მოცემულობა უკვე ტექსტია, რომელიც უნდა წაიკითხო. და ეს ტექსტი დღეს ასეთია. ფულმა აჯობა კაცობრიობას. კაცობრიობამ გამოსდა ვერ ჩააბარა. ხალხნანა ის მარგინალები, ანუ სხვა შორის ეს ჩვენი მართველი პარტიის წარმომადგენელთა საყვარელი სიტყვაა ხოლმე, რომ მარგინალიზირებული ჯგუფი, მარგინალები ხართ, ანუ ვინც მათ აზროვნებას ან მათ პოზიციას არ ეთანხმება, მარგინალები არიან ხოლმე. რამდენად რთულია იყო მარგინალი? გასაგებია რომ ეს არ არის როლი, ეს არ არის პოზა, ეს არის ამ ადამიანის ეგეთია, ან უნდა შეიცვალო, ანუ რაღაცებზე უარი თქვა ხო, რაღაც ფასეულობაზე და დაემსგავსო აი იმ მასაში გაერიო. ან რაღაცა ეს შენი ჯვარი და იყო მარგინალი ბოლომდე. რამდენად ღირებულია მარგინალი, მოდით, იმ რეალობაში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ისეთ რა არის, რომ აი მე ვიცი ადამიანები, რომლებსაც უაღრესად და ჩვენს ირგვლივ ტრიალებენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის მიხედვით აი ამის გამო არ ვამბობ ნიჭიერებას, ნიჭიერება რაღაც ღვთითბოძებულია, მაგრამ ის უნარი, რომელიც ჩემ გააქვს და მასზე პასუხისმგებლობას იღებ და შენ შრომაში არის ყოველივე ეს განთავსებული, დიახ, პატივისცემის ღირსნი არიან, ხო? და აი ასეთი ადამიანები ცხადია, როგორც არ უნდა დაარქვა, იცით, მარგინალი, ხომ არ არის მარგინალი, აი არის ცნებები, რომელიც საგნებს არ ნიშნავს, თუ ის იმ კონტექსტში არ არიან, როგორც უნდა იყოს. არც ახლა როგორ გამოვხატა. არა, მოდი ის ადამიანები, რომლებსაც რიყავენ იმ რაღაცის გამო, იმიტომ რომ სხვანაირია, იმათიანი არ არის, ხო? არაფერს არ ნიშნავს, იცით, აი ეს არ არის, იცით, პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ ეს პროცესი ამ ეპოქამ მოიტანა და არის ამ პროცესში ვიმყოფებით. მაგრამ ხომ არ არის, ხომ არ შეიძლება რომ დაუშვათ აი მნიშვნელოვანი და ღირებული, სადაც არ უნდა იყოს, ის ვერ იქნება მნიშვნელოვანი და ღირებული. აი დიოგენე კასში იყო, მაგრამ ის დიოგენე იყო. თავისთავად ცხადია, რომ დღევანდელი დღისთვის დიოგენე იმ კასრში მჯდომი დიოგენე, ну, რა თქმა უნდა, მეტაფორულადაა ეს, ხო, ვერც გავიგებდით, რომ დიოგენე იყო. აი ესაა მხოლოდ აქ პრობლემა, ხო? მაგრამ ის თავისთავად აბსოლუტურად არაფერი, სადაც არ უნდა იყო, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის ის, რომ შეგიძლია დაინახო თუ არა. შეგიძლია თუ არა წაიკითხო ცხოვრების ტექსტი. შეგიძლია წაიკითხო თუ არა ცხოვრების პროცესები. ეს ისეთი დიდი რამ არის ადამიანისათვის, რომ აქ აუცილებლად გაგახსენდება დეკარტე. ვაზროვნებ მასშტაბსადამე ვარ. და რამდენი და რა ხარისხითაც არ უნდა, რამდენსაც და რა ხარისხითაც არ უნდა უწოდო ადამიანს მარგინალი, თუ ეს არის, რომ ვაზროვნებ მასშტაბსადამე ვარ, სწორედ ეს არის ის, რომ თავარია შენში არ დაიმსხვრეს აზროვნება, მაგრამ თუ აზროვნებას ადგილი აქვს, ის ვერ დაიმსხვრება. ის ვერ იქნება ხელყოფილი და გავიხსენოთ ჩვენ 37 წელი. და 37 წლის პერიოდში, აი იმ პერიოდში, როგორ ატარეს იმ ადამიანებმა და შემდგომ პერიოდში, საბჭოთა პერიოდში, ის რაც ღირებულია, რითაც ადამიანი არის, ვითარცა ადამიანი, როგორ გამოატარეს და მოიტანეს დღემდე. მე ვიმედოვნებ, რომ ეს არის და იქნება. ეს არის იცით ხელშეუხებელი პროცესი. შეიძლება წინა ასპარეზზე ვერ გამოდიოდეს, მაგრამ ის არის. ის არის. ხო, არა, ის არის და ნუ ადრე თუ გვიან ვინმე დავინახავთ ალბათ. ისინი არიან და ეს ღირებულია და ალბათ ამ წლებიდან როცა იქნება რამდენიმე წელი 50 წლის მერე რა ხდებოდა 21 საუკუნის პირველ ათწლეულში შეიძლება ისინი ვისაც დღეს მარგინალებად თვლიან ისინი აღმოჩნდნენ რომ ისინი ქმნიდნენ ღირებულს და ისტორია მათ შექმნეს და
არა ესენი მისი სახელებიც ყოველდღე ტელევიზიიდან გვესმის. აი კანტს რომ აქვს ნათქვამი 100 ტალერის ცნება არ ნიშნავს ჯიბეში 100 ტალერს. ხო თუ ცნება როგორც ასეთი არ არის შესაბამისობაში თვითონ საგანთა არა ნუ ის ცნების დონეზეა და ფუჭი სიტყვა ხო 100 ტალერის ცნება არ ნიშნავს ჯიბეში 100 ტალერს ხო ეს ასეთ შეიძლება ვთქვათ ისეს და ის შეიძლება ის დაპირებების ფსიქოლოგია ძალიან საინტერესო კიდე და ან არასწორად დარქმული ინტელექტუალური ელიტას რომ მარგინალს დაარქმევ ეს არ ნიშნავს რომ მართლა 100 ტალერი გიდევს ჯიბეში ხო არა ამაზე ჩვენ როგორ ხა მე არ ვთვლი ამას გულწრფელად გეუბნებით რომ ეს ფენა უფრო ღრმა და უფრო დიდი ფენა არის მაგრამ აი მაინც ჩვენ შევწუხდებით ამას ამის შესახებ ეს პროცესია ეს პროცესია იცით და ყოველი საგანი და ყოველი მოვლენა თავის ადგილს იკავებს ეს სამყაროს კანონია ეს ბუნების კანონია ეს საზოგადოების კანონია რაც არ უნდა იყოს ეს ასე ხდება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები შეიძლება ამას გარკვეულ დროში შეეწიროს მაგრამ აი ეს შეწირული უფრო მაღალს და უფრო ღირებულს შობს შემდეგ ესაა შეწირვის საერთოდ არსი რომ ყოველი შეწირული რაც უფრო ღირებულია და რაც უცოდველია კრავი მით უფრო მეტად ღირებულს ქმნის შემდეგ და შობს შემდგომში ამიტომ ეს პროცესი თუ რომელიმე თაობას თუ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას ერგოწილად დაეატაროს ეს მან ამიტომ რომ ეს მისი ჯვარია დიახ ეს მისი ახლად და უფრო მაღალი შობის პროცესია ეს მისი ბედისწერაა და ამ ბედისწერასთან პირისპირ უნდა დავდგეთ როგორც არის ნათქვამი რომ ახლა ჩვენ ორზე დგასო სამყაროს საქმე მე და შენ ხო აი ასე არის და არ მგონია რომ იმ ცნობიერების მაღალ ინსტანციაში მყოფებისათვის ეს იყოს დამაბრკოლებელი საშიში ხო არა და არ არის პირიქით გამოწვევა ჩვენ ისევ რეკლამაზე გავდივართ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენ მე თამარ ჩიქოვანი ვარ ქალბატონი ნანო ჩაჩოა ჩემი სტუმარი ქალბატონო აი როგორ დიაგნოზს დაუსვამდი საზოგადოებას რომელიც ესეთი გამოკითხვა ჩატარდა დავოსის ფორუმისთვის და ძალიან საინტერესო ციფრებია რომ საქართველოში 35% იტანჯება 55% ამბობს რომ დაძაბულია და 10% ხალისობს ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რომ ძალიან რთულია როდესაც დიდი გარღვევა ასე ვთქვათ დიდრებსა და ღარიბებს შორის და ეს არც დიდრისთვის არ არის კარგი და პრობლემაა მაგრამ რა შეიძლება ითქვას ამ საზოგადოებას და მე აქვე კიდევ ერთ ციფრს მოვიყვან 2004 წლის ბოლოს ჩატარდა ასევე ყოველწლიურად ჩატარდება მთელ მსოფლიოში გამოკითხვა ოპტიმისტი ერების შესახებ ჩვენ ვიყავით 2004 წლის ბოლოს ოპტიმიზმის თვალსაზრისით პირველი მე ნელა მეორე მესამე მაგრამ აი ასეთი გრადაცია როცა ხდება როცა ოპტიმიზმით ხარ პირველ ადგილზე რამდენიმე წლის წინ და ეხლა უცებ ირკვევა რომ 35% იტანჯება ამდენი ნერვი რა ხდება ჩვენს ხასიათში რა ხდება ჩვენს ფსიქიკაში რატო ვართ ასეთი მრავალპლანიანები ასე როგორ გვეცვლება ხასიათი და სამყაროსადმი დამოკიდებულება მოდით ამას ვეთქვით. ხო, აი ხასიათის ცვლილება არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ხასიათი მაინც იმ პროცესებთანაა დაკავშირებული, რომელიც ადამიანს ეძლევა. მაგრამ თავად აი ეს ემოციის საფუძველი რაც არის ადამიანში, ეს იმ თავითვე მოცემულია და ემოციები ბევრ რამეს წარმართავს. ბევრ რამეს, ძალიან ბევრ რამეს.
როცა ვარდების რევოლუცია მოხდა, მოლოდინი იყო საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისა. თუ რატომ რისთვის როგორ ახლა ამისი ანალიზის დრო საშუალება ჩვენ არც გვაქვს და არც მაქვს პრეტენზია რომ ამაზე რაიმე განვაცხადო ძალიან მნიშვნელოვანი ის რაც საზოგადოებისათვის არ არის დღეს ცნობილი. მოლოდინი იყო ძალიან დიდი. და აი ეს მოლოდინი რაც უფრო დიდია შესაძლებლობასთან, მით უფრო მეტი არის მერე ფრუსტრაციის განცდა, იმედგაცრუება. შესაძლებელია ის რომ ასე არ ყოფილიყო და ესეთი დიდი მოლოდინი ალანსად არ ყოფილიყო და გაცემული, მაშინ შეიძლება კიდე უფრო სხვაგვარად წარმართულიყო ადამიანთა საქართველოში მცხოვრებთა რაღაცა ემოციური აი ნიჰილიზმისკენ დაქანებული ემოცია. შეიძლება ასე არ წასულიყო, მაგრამ ეს ასე მოხდა, ასე არის და ფაქტია ეს. ქართულ ხასიათზე როცა ჩვენ ლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის სპეციფიურობა, რომელიც ქართულ ხასიათს მიეწერება, ისევე როგორც სომხურს, როგორც ფრანგულს, როგორც გერმანულს, ამერიკულს და ასე შემდეგ, ხო? დიახ, ქართველი ადამიანი თავისი ბუნებით ოპტიმისტია. მაგრამ ამ ოპტიმისტობას ის სწორედ აი ემოციიდან უფრო აღწევდა ვიდრე რაციონალური გათვლებიდან. აი მაგალითად შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ უფრო რაციონალისტები ჩვენთან შედარებით, ქართველებთან შედარებით, დიახ, უფრო რაციონალისტები არიან სომხები, ებრაელები ვთქვათ, აი ინგლისელები და ასე. მაგრამ აქ უფრო ემოციური ფონი არის წინ წამოწეული და ეს ჩანს ძალიან კარგად კულტურაში და აი თავად კულტურა რას წარმოადგენს ევოლუციური ფსიქოლოგიაში ასე განიმარტება სახეობათა შორის შეგუების სტილი. და ეს ხასიათი ყალიბდება იმ გეოგრაფიული გარემოებიდან გამომდინარე, ისტორიული პროცესებიდან გამომდინარე, როგორც შეგუების სტილი. და ჩვენ ახლა მოგვიწია, იმიტომ რომ დიდი გარდატეხა მოხდა კაცობრიობაში, რომელიც შესახებადაც უკვე ჩვენ მეტნაკლებად ვისაუბრეთ და აი ამ გარდატეხისათვის ცოტა ეს ხასიათი, რაც ქართული ხასიათია და რაც ისტორიულად მას აძლევდა საშუალებას, რომ პროცესების პირისპირ მდგარიყო და ყოფილიყო შემოქმედებითი ამ პროცესებთან მიმართებაში არ აღმოჩნდა, იცით, ისეთი რომ აი ამ მიმდინარე პროცესებისათვის რაღაც რყევა არ განეცადა. მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ეს მოქნილობა ამასთანავე, რაც ქართულ ხასიათს ახლავს, რაღაცა დროში დაყოვნების შემდეგ მაინც თავისას იტყვის. რადგან ქართული ხასიათი არის უფრო დედაკაცური, ანდროგენულ ფემინური, შეიძლება ასე ითქვას. ეს არ არის სუფთა მასკულინური ანუ მამაკაცური, ან სუფთა ქალური. დედაკაცური, რას ნიშნავს დედაკაცური, რომ ის არის გაჯერებული მოდგმის დაცვის ინსტინქტით. აი დედა. გერონტი ქიქოძეც წერდა ქართულ ხასიათთან დაკავშირებით, დიმიტრი უზნაძესთან არის, კაპანილი არის ასეთი და არა მარტო ქართველები. და იქ პირდაპირ არის იცით აღნიშნული, რომ ქართველი ქალი თავისი აი წმინდა ქალურობით, რასაც უფრო ეროტიული გამოხატულება შეიძლება ჰქონდეს, უფრო ნაკლებია ვიდრე ის როგორც დედა. ქართველი ქალი არის დედა და დედა ეს არის რომ ჰქონდეს სათნოება და სათნოებასთან შეჯერებული ძალა. და ამიტომაც იყო, იცით, რომ როგორც კი ეკონომიკური რაღაც სიდუხჭირე შეიქმნა ქვეყანაში ამ პროცესებთან წლების განმავლობაში, რომ მიმდინარეობდა საქართველოში, ქართველი ქალები დაიძნენ, იცით, აი სავაჭრო, სადღაც მიდიოდნენ, რომ ოჯახი გამოეკვებათ. მაშინ, როდესაც იცით, აი რუსეთში როცა მიდიოდნენ ის პერიოდი როცა იყო, კაცები მიდიოდნენ იქა. აქ კიდე უფრო ქალები დაიძნენ და ეხლა თქვენ ნახავთ, რომ ქალები როგორ აქტიურობენ.
და ერთი ნიშნულოვანი მომენტი კიდევ აი ამ მარგინალობასთან დაკავშირებით როცა ლაპარაკობდით, რომ აი ის რაც დედა და დედაკაცური ბუნება ქართული ხასიათისა აი აქ ამ დღევანდელ მე იცით რა მაგონდება ის ახალწლო კონცერტი რომელი აი თბილისის ხო ახალწლო კონცერტი სადაც იცით აი როგორ გითხრათ ალბერტ კამიუს რომ აქვს ასეთი მოთხრობა სარჩული აი ეს გამახსენდა რომ ეს გადმოაბრუნო რაღაცა და ეს სარჩული აჩვენო. ნუ სარჩულში რა თქმა, სარჩული რას ნიშნავს, იცი შიგნიდან რაც ხდება. შიგნიდან ის პროცესები რაც იყო ამ კონცერტზე წარმოდგენილი, ეს ყოველთვის ხდება, მაგრამ ის ხდება როგორ? ხდება იცით აი სარჩულს ლად სარჩულად ხო სარჩულად თორემ ეს ყველაფერი ეს პროცესები რასაკვირველია ადამიანურია რასაკვირველია ეს არის იცით არა მხოლოდ ბიოლოგიური არამედ სოციალური რასაკვირველია ეს ყველაფერი არის გრძნობასთან დაკავშირებული მაგრამ სარჩულია კაუნანა მე მაინც მინდა მიუბრუნდეთ ისევ აგრესიის თემას ნუ ხა აგრესიაზეც იმდენი კვლევა ჩატარებულა რაც კი ფსიქოლოგია არსებობს რომ ამდენი მე მგონი არც ერთ სხვა გრძნობაზე არ არის შეიძლება არის მაგრამ მოდით ასე ხშირად ადამიანი ერთ-ერთი ასეთი განსაცვლელება წავიკითხე რომ ხშირად ადამიანი აგრესიული ხდება როდესაც საკუთარ პრობლემას ვერ უმკლავდება და ურჩევნია ეს გაანადგუროს ვინც წინააღმდეგობას უწევს ვიდრე მოაგვაროს ეს ჩვენზე შეიძლება ითქვას რომ რაღაცა გამანადგურებელი ენერგია ჩასახლდა ჩვენში როდესაც მოწინააღმდეგეს ოპონენტს რაღაცა არ მოგწონ შენობა კი არ აკეთებ, არამედ ანგრევ. იმიტომ რომ ნერვებს გიშლის და ვერ აგვარებ ამ. არის ეს ერთ-ერთი მოტივი ფერი აგრესიულობის. რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი ანტისოციალური აშლილობა. ადამიანი ანგრევს და ანადგურებს იმას, რაც მისთვის სასარგებლოა ამ შემთხვევაში. და ამასთანავე ადამიანი, რომელიც თავის შინაგან მდგომარეობას სიტყვებით ვერ გამოხატავს, იგი მაშინ ფიზიკურად მოქმედებს. რატო ვერ გამოვხატავთ სიტყვებით? დავკარგეთ. ჩვენ ხო აღარ მოტყველებთ. ინტელექტი არ ყოფნის. ჩვენ ხო აღარ მეტყველებთ. რატო არ ყოფნის? აღარ მეტყველებთ. ვეღარ მეტყველებთ, იმიტომ რომ საგნებს და მოვლენებს ხო თავიანთ სახელებს აღარ ვარქმევთ. და ამიტომ ჩვენ დავკვარგეთ, იცით, მეტყველების უნარი. ამიტომ აი ეს ანტისოციალური აშლილობა, რომელიც საოცარი სიხშირითაა თანამედროვეობისათვის დამახასიათებლად, ეს პროცესად უნდა ჩაითვალოს. იმიტომ რომ ადამიანი არ არის განწირული იმისათვის, რომ იგი აღარ იყოს. ადამიანი დაწყევლილია უბედურებები, უკაცრავად, ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებისათვის, როგორც სარტრი თქვა თავის დროს. დაწყევლილია თავისუფლებისათვის და ამ თავისუფლებას ვერ გაექცევა. ეს არის ის ოპტიმიზმი, რომელსაც დიახ გაძლევს კაცობრიობის ისტორია, ადამიანის არსის წვდომა და ადამიანის სიყვარული პირველ რიგში საკუთარი თავისა, რომელსაც ღირსება ჰქვია. ჩვენ ღირსების პრობლემაც აგვაქვს. მხოლოდ კიდევ ვიმეორებ ამ მომენტისათვის, ამ ეტაპისათვის. და ასეთი ეტაპები კაცობრიობასაც მრავლად ჰქონია და ქართულ რეალობაში ხომ ეს რომ ერთის იმდენად მრავლადაა რომ ერთის მხრივ რომ აკინძო ნეგატიური ჩვენს ისტორიაში არ ვიცი რა დაგემართება ადამიანს. მაგრამ ამის საპირისპიროდ ყოველთვის იყო მისი მაწონასწორებელი და სასწორის პინას რომ თავის სასარგებლოდ გადახრიდა ის პროცესები, რომლის საფუძველი ყოველთვის სიყვარული იყო,
რომელსაც ღირსების განცდა ერქვა. მე აი დღევანდელ დღეს დილით რაც მოხდა ის მინდა გითხრათ რომ პატარა სტატიის დაწერა მთხოვეს რომელიც ეხებოდა ქართველ ებრაელობას და როცა დავწერე მე ეს გამახსენდა და ეს განცდები სულ ამოტივტივდა ჩემში როგორ გავიზარდე აი ამ ებრაელთა გარემოცვაში და დიდწილად მათგან მეჩუქნა ბავშვობა და ესეც მაქვს დაწერილი და როცა გადავეცი ეს სტატია მითხრეს რომ ჰონორარი იქნებაო და უთხარი არა არ მინდა იმიტომ რომ ის ჩემი განცდა აი სიყვარული ვერ გადაიცვლებოდა იცით ვერაფერზე არ არსებობდა მისი სამაგიერო და იქ ფული აღარ არსებობს რაღაცა ერთი მომენტი ხომ უნდა აჩუქო შენ თავს ასეთი რომ იგრძნო რომ ხარ რომ აი არსებობ და თუ დეკარტი ამბობდა ვაზროვნებ მაშასა და მე ვარსებობ ესეც შეიძლება ითქვას განვიცდი მიყვარს და მაშასა და მე ვარსებობ მაშასა და მე ვარ არსებობას ვარ ჯობია აი ეს არის იცით ადამიანად ყოფნა თუ ერთხელ მაინც გაგიცდი ადამიანად ყოფნა მე ვერ უღალატებ მას და ეს არის იცით აი ბავშვობაში რაღაც მომხდარი შემდეგ ცოტა ახალგაზრდობაში შემდეგ და თუ ბავშვობაში ეს მაინც გაგიცდია ის ფუძია რომელზედაც ძაღლყურძენა ვერ ამოვა ეს გამორიცხულია და თუ ვინმეს ჩვენს თაგანს რომელიმეს ეს ბავშვობაში დაგვაკლდა ჩვენ შეგეძლია ჩვენ ვაჩუქოთ ჩვენ თავს ეს სიყვარული ამას რაც უფრო მეტად შეჭირვებულია ცხოვრება რაც უფრო მეტად აი ძალას გატანს ყოფითობა და ყოველდღიურობა არის ადამიანში რესურსი რომ ამან ამოფეთქოს და ეს რესურსი საზოგადოებასაც აქვს და აი შელინგი წერდა პოლიტიკური ხელისუფლების არარსებობის პირობებში რელიგია ვალდებულია მისი გამოთავისუფლებული ადგილი დაიკავოს. დიახ თუ რაღაცა ერთი რომელიც უნდა არსებობდეს დაუშვათ ყოფითობა და ვერ მიიღე ის მაშინ ვალდებულია ხარ შენ მისი ადგილი რწმენას და სიყვარულს დააკავებიო. და ეს არის იცით რა მე ასე მგონია და ღრმად მჯერა მწამს რომ ამაში შეიძლება იცით რომ იყო ბედნიერი. ზოგჯერ არსებობს იცით რომ რაღაცა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხარ ადამიანი. შეიძლება ძალიან მასშტაბური მოვლენებიდან, შეიძლება შენი პირადი ცხოვრებიდან და თუ აქ ზუსტად იცით ადეკვატური ხარ და შესაბამისი ხარ შენი აზროვნებით და აზროვნება მოქმედება შეიძლება ფიზიკურად ვერაფერი ვერ გააკეთო, მაგრამ აზროვნებით აკეთებ, ცნობიერებით აკეთებ, დამოკიდებულებით აკეთებ, მაშინ იცით რა ბედნიერი ხარ და მე ასეთ მდგომარეობას უბედურების ბედნიერება დავარქვი. და იქ სადაც უბედურების ბედნიერება იქნება, იქ აუცილებლად ფონს გახვალ. ეს გნებავთ ისტორიული პროცესები იყოს, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სოციალური, გნებავთ ეკონომიური, გნებავთ კულტურული. ხო ძალიან ძნელია რომ კულტურულს გადაახტე და შენ ამოიყვანო ეს რაღაც, მაგრამ არის. ეს არის. ხალხია ცოტა ისეთი თვისობრიობით ხალხს აქვს ისეთი თვისობრიობა რომ მას ყოველთვის ჭირდება მაინც ყვება საზოგადოებაზე ავლაპარაკობ ამ შემთხვევაში ხალხს და აი ამ ხალხისათვის ამ ეს გამოსაკვებად
თუ გამოვთავთ ყველა ტელევიზორს და საღამოს არა და აი თუნდაც აი მრავალ წიგნთა შორის ერთს მაინც გამოვიღებთ. ეხლა უცებ რაც გამახსენდა მიხეილ ჯავახიშვილის ჩანჩურას დავდებთ. გეყვარება თავი, შეგიყვარდება, ძალიან შეგიყვარდება. ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მე იმედია მაყურებელს არ ქონდა ბოლომდე უყურა გადაცემას და შემდეგ გამორთავს ტელევიზორს. დიდი მადლობა. ქალბატონი ნანა ჯაჯუა იყო დღეს ჩემი სტუმარი. თქვენ უყურებდით გადაცემას ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით.